ფორმების საჯარო სკოლებში. სექტემბრიდან პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ვალდებულები იქნებიან სპეციალური სამოსი ატარონ. რეფორმა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, განათლების სამინისტრომ შეიმუშავა. მინისტრი სავალდებულო ფორმების ტარების მიზეზებს განმარტავს. გივი მიქანაძის ინფორმაციით, ეს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. არსებით ნაწილს წარმოადგენს რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც დაწყებით საფეხურზე პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების შემოღებას ეხება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიური თვალსაზრისით, ასევე იმ კუთხით, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე გარკვეული წესების, გარკვეული, ასე ვთქვათ, კანონმორჩილი ცხოვრების სტანდარტების კუთხით ვასწავლოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმით, რომ იყოს ერთიანობის, თანასწორობის პრინციპი და აქ ჩვენ არაერთი კვლევა გვიჩვენებს, როგორც საქართველოს ჩატარებული, ასევე საზღვარგარეთში იგივე საკითხთან დაკავშირებით, რომ სკოლებში ბულინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ სასკოლო ფორმის არარსებობა და თავისუფალი ჩაცმულობა ქმნის, რაც აი ამ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე გარკვეულ საფუძვლებს ქმნის აი ამ ბულინგის სწორედ აი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ფორმის საკითხი იყოს აქტუალური და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს ფორმის კომპონენტი.